დიდი მადლობა შვიდკაცას ესეთი არაჩვეულებრივი მუსიკალური ნომრისთვის და განწყობისთვის, რომელიც ჩვენს გულებში და ტელევიზორები და ეკრანებიდან ესე იგი გადმოცა და გადმოაცილება, რა თქმა უნდა. ჩვენ გადაცემა საინტერესოა. სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას, როგორც უკვე ვთქვით, 400,000 ვარი მოხმარდება. სწორედ ამ თემაზე ვაგრძელებთ საუბარს. ჩვენი სტუმარი გახლავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგინებულ პირთა განსახლებისა და პროვინცთა სამინისტროს მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი ბატონი გიორგი ნარიმანიძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონ გიორგი გადაცემაში მონაწილეობისთვის. და დიდი მადლობა იას, რომ ეს რეგალია, ესეთი რთული რეგალია. სრული წოდების წავიკითხებთ, და შევფიქრდი, რომ სრულად წავიკითხავდი და შევასრულო ჩემი განაპირები. ბატონ გიორგი, როგორც ვიცი, სამინისტროში ეს გრძელვადიანი პროექტი ამ რეინტეგრაციის კუთხით დაფინანსებით უკვე ხორციელდება ხომ ევრო მოგესალმებით, დიახ, პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულება არის სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერა. დღეს მდგომარეობით სამინისტროში ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო საზღვრის მართვისა და მიგრაციის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერა. პროექტის განხორციელების გუნდს წარმოადგენს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და შესაბამისად ჩვენი სამინისტროს აქტიურად არის ჩართული დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად. შესაბამისად იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინვესტიციებით ახორციელებდა დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერას, მნიშვნელოვანი გახდა სამინისტრო თვითონ აქტიურად ჩართული იყო მიგრანტების მხარდაჭერაში. და მთავრობის გადაწყვეტილებით პირველად სამინისტროს ბიუჯეტში გამოიყო 400,000 ლარი კონკრეტული მიზნისთვის დაბრუნებული მიგრანტების ღირსეული რეინტეგრაციის უზრუნველყოფა. მოდით ბატონ გიორგი, თუ გასაგები რომ იყო ჩვენთვისაც და მაყურებლისთვისაც გამმარტოთ, რა თქმა უნდა, ეს რა დახმარებაზეა საუბარი, როგორ უნდა მოხდეს მათი თქვათ იგივე ჩვენს ქვეყანაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების კუთხით, რა სამუშაოები ტარდება კონკრეტულად თქვათ. როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა ჩვენი მიგრანტების, ანუ ემიგრანტების, რომლებიც გამგზავრებულები არიან საზღვარგარეთ ემიგრაციაში, მათ სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ ესეთი მწირი აქვს, მათ გაყიდეს უმრავლესობამ სახლები და იმ ესე ვთქვათ, კარგი ცხოვრების ძიებაში გაემგზავრნენ ემიგრაციაში. შესაბამისად, მათ იქ არ გაუმართლათ ის იმედები და იმის გათვალისწინებით, რომ მათ გარკვეულწილად ესე ვთქვათ, დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული გამგზავრებაში, უჭირთ სამშობლოში დაბრუნება. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ სამშობლოში და ასე ვთქვათ მიგრანტებს, რომლებიც მოღვაწეობენ საზღვარგარეთ და პირველ რიგში შევთავაზოთ დაბრუნების შემთხვევაში საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ მიგრანტებს, რომლებსაც არ აქვთ თავშესაფარი და შესაბამისად დროებით საცხოვრებელზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. ასევე სამედიცინო დახმარების კომპონენტი არის მნიშვნელოვანი. პირველადი სამედიცინო გადაუდებელი იმიგრანტების, რომლებიც ვერ ერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვის ესე ვთქვათ სისტემის პროგრამაში. შესაბამისად ჩვენ უფინანსებთ მათ სამედიცინო მომსახურებას და უზრუნველყოფთ მედიკამენტებით. ასევე ხორციელდება კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაფინანსება და რაც ყველაზე მთავარი არის გაიცემა მიკრობიზნეს გრანტები. ანუ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბენეფიციარს აქვს გარკვეული შესაძლებლობა, ცოდნა, გამოცდილება, ბიზნეს იდეა, რომ გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩინოთ მათ. ვინ გასცემს ამ გრანტებს? სპეციალური კომისია იქნება თუ როგორ შეფასდება? არსებული მდგომარეობით დღეს როგორც ხორციელდება ეს პროექტის ფარგლებში ხორციელდება, როგორც აღნიშნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი არის, აღმასრულებელ გუნდს წარმოადგენს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლებით ჩართულები ვართ კომისიის ფარგლებში. ბიზნეს იდეის განაცხადი მორგებული არის ბენეფიციარის შესაძლებლობებზე, რომ მან მართოს ბიზნესი და ეს არ უნდა იყოს გაგებული რაღაც ინოვაციური იდეები უნდა წარმოადგენოს, უბრალოდ მას რომ გაუჩინოთ შემოსავლის წყარო. ეს ინოვაცია იქნება? კი ბატონო, ინოვაცია იქნება, რა თქმა უნდა, ამაზე აქცენტი არ არის, არ არის, აქ არის თავარი იმ უნარზე, რომ ბენეფიციარმა შეძლოს გარკვეულწილად მართოს ის მიკრობიზნესი და მიიღოს ამით შემოსავლა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ
მათ მიუწოდოთ ინფორმაცია. ხო, როგორ ხდება მათი ინფორმირება ამ პროექტის შესახებ? რომ სახელმწიფო მზადარი გვერდით აეროპორტში ხდებიან და დიახ, გეტყვით, დანიშნულ გარდა იმისა, რომ აეროპორტში ხდებით, პირველი ხალხგასასმელი არის ის, რომ მთავრობა აეროპორტამდე მივიღებთ ადამიანებს, ეს არის მთავარი. საკონსულო დეპარტამენტი რა თქმა უნდა მოდის ხო უკვე საქართველოს. დიახ, საკონსულო დეპარტამენტის მეშვეობით ხორციელდება ასევე დანიშნულების ქვეყნებში იმ სარეინტეგრაციო პროგრამების გავრცელება, რომლებიც ხორციელდება სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში. ასე რომ ჩვენი საკონსულო დეპარტამენტებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ინფორმაციის გავრცელების კუთხით. ასევე, როდესაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, რომ მიგრანტი ბრუნდება სამშობლოში, ჩვენ ხვდებით აეროპორტში, მას ვაწვდით კონკრეტული ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს მათ სახელმწიფომ. ეს არის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამედიცინო დახმარების დაფინანსება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაფინანსება და ასე შემდეგ. ანუ ეს სრული საინფორმაციო პაკეტის შეთავაზება ხდება და საჭიროების მიხედვით რაც გაჭირდება უკვე შეუძლია. და გარდა ამისა არის კიდევ მეორე კომპონენტი, რომელსაც მობილურობის ცენტრი ახორციელებს. მობილურობის ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საინფორმაციო კამპანიის წარმოება ქვეყნის მასშტაბით. 2014 წლის განმავლობაში ჩატარდა 44 გასვლითი შეხვედრა რეგიონებში. რა დროსაც მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია იმ სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ, რომელსაც ახორციელებს მობილურობის ცენტრი და ამ კამპანიის ფარგლებში ასევე მოსახლეობას მიეწოდება პოტენციურ მიგრანტებს ინფორმაცია ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებისა და იმ რისკების შესახებ, რომელიც შეიძლება მოყვეს არალეგალურ მიგრაციას. ასე რომ ესე ვთქვათ, ორმაგი დატვირთვა აქვს ამ ჩვენ საინფორმაციო კამპანიას. ერთი მხრივ ვაწვდით ინფორმაციას, თუ რა სახის სარეინტეგრაციო პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს მიგრანტი და მეორე ვაწვდით ინფორმაციას, რომ მათი მიგრაცია როგორ გავხადოთ უსაფრთხო. დიახ, ეს არის ძალიან საინტერესო არის, როდესაც ევროპის ქვეყნებში მაგალითად მიემგზავრებიან აქედან მართლა ალბეცი ადამიანები და იქ შემდეგ ხვდებიან თავშესაფრებში. ალბათ ძალიან საინტერესო იქნება თუ ადგილზე იქნება მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მათ შანსი აქვს დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყანას და თავიანთ ქვეყანაში თავი იგრძნონ ისე როგორც სულფერმა მოქალაქე, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხომ არ იგებნება იმ თავშესაფრებში მუშაობა, თვითონ საზღვარგარეთ ეს ადამიანები იმყოფებიან და შეიძლება მათ ცნობა არ ქონდეთ საკონსულოსთან. დიახ, და ანუ მე რო აღვნიშნე საინფორმაციო კამპანიები, ამ საინფორმაციო კამპანიის მიზანიც არის პრევენცია, რომ სანამ ისინი მოხვდებიან უცხო ქვეყნის სახელმწიფოში, თუნდაც თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით, ჩვენ მათ შევძლოთ და საქართველოში მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომ არსებობს ლეგალური გზები, რას უნდა მიაღწიოს მიგრანტმა იმისათვის, რომ შეძლოს დასაქმდეს საზღვარგარეთ და საქართველოში შევძლოთ მათთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომ არ მოუწიოთ მათ გამგზავრება და შემდგომ იმედგაცრუებულებს უკან დაბრუნება და შესაბამისად სახელმწიფოსაც არ მოუწიოთ შემდგომ მათ რეინტეგრაციაზე ზრუნვა. ანუ პრევენცია საუკეთესო საშუალება არის იმისა, რომ მოქალაქეებს, პოტენციურ მიგრანტებს აქვე მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოყვეს არალეგალურ მიგრაციას. ბატონ გიორგი, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე ვთქვით, რომ სამინისტროში მიმდინარეობს, თუ შეგიძლიათ გითხრათ, დაახლოებით რამდენი ადამიანის დახმარება მოხერხდა? გეტყვით, რომ ბიუჯეტი მაინც შეზღუდულია, ეს არის 400.000 ლარი. 400.000 ეს უკვე დაემატებათ ეს 15 წელს, თუმცა მე ვამბობ მიმდინარეზე, რომელიც მოგახსენებთ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, პროექტი, რომელიც დაფინანსებული არის ევროკავშირის მიერ, ეს არის მილევადი 2014 წლის იანვრიდან ფაქტობრივად 2013 წლის 15 დეკემბრიდან დაიწყო განხორციელება და დასრულდება 2017 წლის ივნისში. შესაბამისად, ამ პროექტის მიმდინარეობის პროცესში სამინისტრომ აიღო ვალდებულება ზრუნვა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებზე და როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, დასაწყისში 400.000 ლარი დამატებით გამოიყო დაბრუნებული მიგრანტების ხარდასაჭერად. ანუ ცალსახად პროექტი აგრძელებს ფუნქციონირებას და დამატებით სახელმწიფო უკვე ახორციელებს ამ 400.000 ლარის სარეინტეგრაციო პროგრამების განხორციელებას. შესაბამისად, პროექტის მიწურო, როდესაც დასრულდება პროექტი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სრულად გადაიბარებს მობილურობის ცენტრის ფუნქციებს, რაც შეეხება სტატისტიკას, დღემდე საკმაოდ
ისეთი მასშტაბური სარეინტეგრაციო პროგრამები გვაქვს განხორციელებული, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ პირველი პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნობრივი ინიციატივა საქართველოში განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით 1152 ბენეფიციარს გაეწია სარეინტეგრაციო დახმარება, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ პროექტს მორფორმონის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სავარაუდოდ 400-მდე ბენეფიციარს უკვე 2014 წლის განმავლობაში გაეწიათ შესაბამისი დახმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი, რაც უფრო მეტად დაჭირდათ, მაინც რა იყო ეს საცხოვრებელი ფართი იყო, პირველადი სამედიცინო დახმარება თქვენ რა შეგეძლოთ? ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოწინავე თუნდაც სამეული რომ თქვა. დიახ, ანუ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ინტერესი, რო ვთქვა, ანუ ბიზნეს გრანტთან არის დაკავშირებული. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული გრანტი აძლევს შესაძლებლობას დაბრუნებულ მიგრანტებს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ. და რა თანხებზე არის საუბარი? საუბარი არის 3000 ლარზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ, თანადაფინანსებით შეუძლია ბიზნეს იდეა შემოიტანოს ბენეფიციარმა, მას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული დანაზოგიც. ამ შემთხვევაში მის იდეას, წარმოქმნილ იდეას და მის დაფინანსებას ჩვენ დამატებით კიდე 3000 ლარით დაუყენებთ. შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს გაერთიანებული ამ იდეის ირგვლივ? ამ იდეაში შეეყოფა შემთხვევა, დიახ, როდესაც რამოდენიმე ორი დაბრუნებული მიგრანტი გაერთიანებულან ამ იდეის ფარგლებში და ჩვენგან მიუღიათ კონკრეტული დაფინანსება. ასევე ძალიან საინტერესოა იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც ევროკავშირს აქვს ამ კუთხით და დაფინანსება სწორედ ევროკავშირიდან არის ნაწილობრივ, ხო, როგორც ახსენეთ. რა რეგულაციებია ესეთი, თქვათ, რითიც აუცილებლად უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენ? ანუ უფრო რომ დავაზუსტოთ კითხვა. ანუ მე ვგულისხმობ, რეგულაციები არსებობს მაგალითად, როდესაც სხვა კუთხით მიმდინარეობს საზღვარგარეთ გატარება ჩვენს ქვეყანაში და ამ კუთხით თქვა ევროკავშირს რა ვალდებულებები დაგვაკისრა ევროკავშირმა, რომ აი მაგალითად თუ არის პროგრამა მინიმუმი ან პროგრამა მაქსიმუმი, რომ ჩვენ აუცილებლად ამდენ ადამიანს უნდა შევუწყოთ ხელმისაწვდომი. დიახ, გარდა ვალდებულებისა, მივხვდი თქვენ კითხვას, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს უფრო სახელმწიფოს პრიორიტეტულად არის მიჩნეული, რომ სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების, ესე ვთქვათ, მხარდაჭერა განხორციელდეს. ვალდებულება არის ერთი ნაწილი, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად შეასრულოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ შესრულდეს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ღირსეული რეინტეგრაციის მხარდაჭერა და ვალდებულებაზე უფრო მეტი ჩვენთვის თანადგომა არის იმ ჩვენი თანამემამულეების თვითონ სახელმწიფოსთვის. მიდგომა სწორედ ეს გახავთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ მათი ღირსეული რეინტეგრაციის უზრუნველყოფა. ბატონ გერგაბა, საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანმა არ იცოდეს, თუნდაც ვინც მიდის, აი ეს ინფორმაცია არ ქონდეს. დიახ, გეთანხმებით, შეიძლება საინფორმაციო კამპანია არ არის საკმარისი, ყოველთვის გარკვეული ბიუჯეტი არსებობს, აღნიშნული საინფორმაციო კამპანიების წარმოება გარკვეულ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ სამინისტროს, როგორც უკვე აღნიშნეთ 2015 წლის ბიუჯეტში განსაზღვრული არის კონკრეტული თანხა აღნიშნული საინფორმაციო კამპანიების წარმოების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში და ასევე სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში 2015 წელს განხორციელდება საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები, მათ შორის შესაძლებელია დაბრუნებულმა მიგრანტებმაც მიიღონ მონაწილეობა, რომლებიც რეალურად მოსახლეობას მიაწვდიან იმ რისკების შესახებ, იმ იმედგაცრუებების შესახებ, რომელიც მათ თავად საკუთარ თავზე გამოცადეს და ეს უფრო ეფექტური საინფორმაციო კამპანია იქნება, ასე ვფიქრობთ და რაც შეეხება მასშტაბურობას, ეს გასულ წელს ვიცი, რომ ძალიან ბევრი სოფელში ქალაქში იყავით ჩასული. 53 საინფორმაციო კამპანია ჩატარდა 2014 წელს, 1500-მდე პოტენციურ მიგრანტს მიეწოდა ინფორმაცია ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების, ასევე იმ რისკების შესახებ, რომელიც შეიძლება არალეგალურ მიგრაციას მოყვეს და სამინისტრო აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მუშაობას და იმედს გამოვთქვათ, რომ მომავალ წელს უფრო მეტად ინფორმირებული იქნება საზოგადოება. დეტალური ინფორმაციისთვის თუ არის საცხელი ხაზი, მაგალითად სამინისტროსაც შეუძლია დარეკონ მოქალაქეებს და უფრო დეტალურად მიიღონ ინფორმაცია. ბატონო, მოგახსენებთ, მობილურობის ცენტრში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ჩვენ ასევე ვაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას მობილურობის ცენტრის საქმიანობის შესახებ, ასევე ვაწვდით მათ ინფორმაციას, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა
ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ მობილურობის ცენტრს და მათ მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, ეს იქნება გამგზავრებამდე კონსულტაცია თუ დაბრუნების შემდგომი კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე მიგრაციასთან დაკავშირებულ თემატიკაზე ნებისმიერ ბენეფიციარს შეუძლია დაგვიკავშირდეს და მისთვის სასურველი ინფორმაცია მიიღოს. იცი ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ გამგზავრებამდე ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ სოციალურ ვიდეორგოლებს, რომელიც გადის სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში, სადაც აფრთხილებენ ადამიანებს, ვინც არიან ნამდვილად საფრთხის ქვეშ. ზოგჯერ არის დაპირებები, რომ ადამიანების შუამავლები, ვისაც მიიღავთ ეს ადამიანები საზღვარგარეთ და შემდეგ რჩებიან მართლა დედის ანაბარად. ტრაფიკინგი ძალიან ისეთი კი ბატონო, ანუ ჩვენი საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაც გახლავთ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება, რომ მანამ სანამ კონკრეტული ესე ვთქვათ პოტენციური მიგრანტები გადაწყვეტენ გამგზავრებას საზღვარგარეთ, მათ გადაამოწმონ შემოთავაზების სანდოობაში დარწმუნდნენ. ძალიან ბევრი შემთხვევა არის, როდესაც თანხის გამოძალვის მიზნით რამდენიმე 1000 ვთქვათ გამოუთმევია ადამიანს პიროვნება, შემდეგ სადღაც საზღვარზე მიუტოვებია ეს ადამიანი და ბედის ანაბარად სრულიად. ამიტომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გქონდეს ადამიანებს ან გადამოწმების თანაც მეგონი არასდროს ჩვენს ქვეყანაში ოჯახი, რომელსაც მეგობარი, ოჯახის წევრი თუ ნათესავი არ ყავდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ მათ ვთავაზობთ დახმარებას, დაგვიკავშირეთ ცხელი ხაზის მეშვეობით და მიიღონ ჩვენგან გადამოწმებული უტყუარი ინფორმაცია ნებისმიერი მიგრაციული მიმართულებით. ასე რომ ვფიქრობთ, რომ გარკვეულ კარგ დადებით ეფექტს მოვახდენთ. ძალოვან სტრუქტურებს თუ ეხმარებით, მაგალითად თაღლითების გამოვლენაში, იმიტომ რომ უშუალო კონტაქტი გექნება თავად. როგორ ხდება, იცით, ზოგადად ანუ ამ შემთხვევაში თქვენ ალბათ ტრაფიკინგის ხელფოს და თაღლითობის საუბარი. ამ შემთხვევაში რა არის, იცით, მათ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია პირდაპირ არ არის, ესე ვთქვათ, მიმართული ძალოვნებისკენ. ანუ, როდესაც ჩვენ გვიზიარებენ გარკვეულწილად იმ პრობლემებს, ჩვენ მათ ესე ვთქვათ, ვაძლევთ კონსულტაციას, რომ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ თუნდაც მომავალი, ესე ვთქვათ, მსხვერპლთა რიცხვი შევამციროთ, მაგრამ ეს არის კონსულტაციით შემოვიფარგლებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ ვაიძულებთ, რომ მიმართონ აუცილებლად ძალოვან სისტემას და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. თუმცა ჩვენ ურჩევთ და ჩვენი მოთხოვნაც არის, რომ ნებისმიერი ფაქტის ესე ვთქვათ, ნებისმიერ ფაქტზე აუცილებელია რეაგირება, რომ ჩვენ შევამციროთ ის რისკები, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში პოტენციურ მიგრანტს ბატონო, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, როგორც იამ აღნიშნა, არსებობს ოჯახები, სადაც მიგრანტი არ ყავდეს და მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ჩემს ირგვლივიც აპირებს ქვეყნის დატოვებას და მე ყველას მოვუწოდებ, რა თქმა უნდა, ქვეყნის დატოვება არის ძალიან გონიათ, რომ იქ როცა ჩავლენ სხვა ქვეყანაში ხდებათ, ანუ აწყობილი ცხოვრება, ძალიან კარგი მატერიალური უზრუნველყოფილები იქნებიან, ესენი ყველაფერი. კიდევ ერთხელ რომ გაიმეოროთ, რომ უთხრათ იმ ადამიანებს, რომ ესე არ არის ყველაფერი, როგორც ხატავენ, რომ აი იქ ჩასვლისთანავე იწყება რაღაც ცხოვრება ვარდისფერი. კოშკები და ასე შემდეგ. აი სწორედ ამიტომ ჩვენ ზუსტადაც რა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საინფორმაციო კამპანიებში ვთხოვთ მიგრანტებს, რომლებიც დაბრუნებულები არიან სამშობლოში და ჩართულები არიან ჩვენ საერთო პროგრამაში, ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა საინფორმაციო კამპანიებში, რომ ერთია, რომ ჩვენ მათ მოუწოდებთ, მაგრამ მათთვის მთავარია, როცა ხედავენ რეალურად დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც ესე ვთქვათ იმედგაცრუებული ბრუნდება სამშობლოში, მათთვის უფრო დამაჯერებელი არის ეს ფაქტორი. ჩვენ რომ მოუწოდებთ, შეიძლება საზოგადოება ფიქრობს, რომ ეს გარკვეულ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული, სახელმწიფო ინსტრუმენტები მიმართულია ისკენ, რომ არ უნდათ ჩვენ გავემგზავროთ იმიგრაციაში და ასე შემდეგ და ამიტომ ჩვენი საინფორმაციო კამპანიების ძირითადი ნაწილი მიმართულია სწორედაც იმ კუთხით, რომ იმ დაბრუნებულმა მიგრანტებმა თავად გააცნონ ის პრობლემები მათ, რომელიც ხდებათ დანიშნულების ქვეყნებში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი კაცისათვის. საინტერესო და აქტუალური თემაა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ხშირად ვისაუბრებთ ამ თემების ირგვლივ. აუცილებლად საზოგადოებას თქვენი ეთერის საშუალებითაც მინდა მოუწოდო დაბრუნებულ მიგრანტებს, მეგობრებს, თუ ვინმეს ყავს მეგობარი, მეზობელი, ნათესავი, რომ გაავრცელონ ეს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ახორციელებს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერას, მნიშვნელოვანია, რომ მოგმართლონ, დარეგისტრირდნენ
არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, მათ უკვე ადგილზე მობილურობის ცენტრში გავაცნობთ კონკრეტულ დაინტერესებულ პირებს და მთავარია რომ მოგმართონ და შევძლოთ ჩვენ მათი ესე ვთქვათ მხარდაჭერა რეინტეგრაციის პროცესში. დიდი მადლობა რომ მოგზავნით ჩვენთან, როგორც იამაღნიშნა, ჩვენ კვლავ გელოდებით, იმიტომ რომ ეს თემა არის ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. გამშვიდობებით კეთილი სურვილები ჩვენ განვაგრძელებთ